ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, ასე გამოეხმაურა ზელენსკი რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმას. მე-11 საუკუნის ისტორიულ ძეგლს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, სერიოზული ზიანი მიადგა. ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში. დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჟან-ნოერ ბაროს შეფასებით კი ლავრის დაზიანება ფრანგებისთვის ნოტრ-დამის ან სენ-დენის დაბომბვის ტოლფასია. დინარაძე კალაძის, ლილუაშვილის, გომელაურისა და მამაცაშვილის გაშავებას მთავაზობდა. ამის შესახებ სოკილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. კოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ჟურნალისტის თქმით, უარის თქმის შემდეგ მის წინააღმდეგ საქმეს სწორედ მამუკა დინარაძემ შეკერა. მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ინფორმაციით მხარეებს შორის კონფლიქტი ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით დაიწყო. ორივე პირი დაკავებულია, თუმცა ისინი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს უკვე რუსეთის 15 ქალაქიდან ახორციელებს. ავიაკომპანიამ საზაფხულო პროგრამა გააფართოვა და მიმდინარე თვეში ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისები ერთბაშად 6 ახალი ქალაქიდან დაამატა.